ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ადგილობრივი ოპოზიციური მედია სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დღეის მონაცემებით 1760 ადამიანია დაღუპული, მაგრამ ექსპერტის თქმით რეალური ციფრი გაცილებით მაღალია. ასევე სხვადასხვა არხით ვრცელდება არაოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ ბასაჯის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა მხოლოდ თეირანში 5000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ირანის სახელმწიფო მაუწყებელი აქვეყნებს ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ასახავს ცხედრებს თეირანში მდებარე საწყობის დიდ შენობაში, თუმცა მაუწყებელი ადამიანების სიკვდილს დემონსტრანტებს აბრალებს. 11 იანვარს გავრცელებულ რეპორტაჟში მაუწყებლის კორესპონდენტი მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა სამთავრობო ძალებს არ მოუკლავთ, თუმცა ასევე აღიარებს, რომ მათ შორის შესაძლოა იყვნენ ინდივიდები, რომლებიც სამართალდამცავებთან დაპირისპირებას აპირებდნენ. საბაცხოდ ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გავრცელებული მასალები მიანიშნებს დემონსტრანტთა გავრცელებულ ხოცვაზე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. განსაკუთრებით კი თეირანში. ასევე ვრცელდება თეირანის კაჰრისკის სასამართლო სამედიცინო დაწესებულებიდან კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ეძებენ ადამიანები ათობით ცხედარ შორის თავიანთ ახლობლებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს. ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი როგორც ჩანს წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს. მისი თქმით, ირანის წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად შეხვედრა სურთ, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით შეხვედრამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევაზე რეჟიმის მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს. როგორც ჩანს, იწყებენ წითელი ხაზების გადაკვეთას. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც მოკლეს და არ უნდა მოეკლათ. ესენი არიან მოძალადეები. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ. გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ჩვენ შეიძლება მათ შევხვდეთ. შეხვედრა მზადდება, მაგრამ ჩვენ შესაძლოა მოქმედება მოგვიწიოს იმის გამო, რაც ხდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები ძალადობრივი და სისხლისმღვრელი გახდა, რათა საბაბი მისცემოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო ჩარევისთვის. არაღჩი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას მოქმედების დაწყების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ თეირანში დემონსტრაციებს მოჰყვებოდა მსხვერპლი და თქვა, რომ ისინი მზად არიან ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი შეიარაღებული იყო. როგორც ჩანს, დღის წესრიგი ასეთი იყო, რომ ეს მშვიდობიანი დემონსტრანტები სხვა მიმართულებით წასულიყო, რომ ეს დემონსტრაციები ძალადობრივი გამხდარიყო, თუ არა სისხლიანი. შედეგად სისხლისღვრა დაიწყო. შეიარაღებულმა პირებმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი არა მხოლოდ უსაფრთხოების პერსონალს ეცროდნენ, არამედ სამოქალაქო პირებსაც. მიზანი იყო ფატალური შემთხვევების რიცხვი გაზრდილიყო. ჩვენ მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის. ჩვენ აღვადგენთ ინტერნეტს უსაფრთხოების ძალებთან კოორდინაციით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტები მიერ მომიტინგებზე სროლა მიზნად ისახავდა დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას ტრამპის მოთხოვნით. ძალადობის მიზანია ტრამპს ჩარევის საბაბი მიეცეს. ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ პრინცმა რეზა ფეხლევი ირანელ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და ანტისამთავრობო ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი გამოაცხადა. მან ასევე მოსახლეობას აცნობა, რომ გლობალური დახმარება მალე გამოჩნდება. ملت عزیز ایران هموطنان شجاعان ბოლო 2 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 4 დღეში, თქვენი მილიონიანი დემონსტრაციებით ისლამური რესპუბლიკის არალეგიტიმური რეჟიმის საფუძვლების შეარყიეთ. ახლა გასული დღეების მოწოდებებზე თქვენს მილიონიან პასუხზე დაყრდნობითა და იმ ლეგიტიმურობითა და პოპულარობით, რომელიც მე თქვენგან მივიღებ აცხადებ ეროვნული აჯანყების ახალ ეტაპს ისლამური რესპუბლიკის დასამხობად და ჩვენი ძვირფასი ირანის დასაბრუნებლად. ირანის შიგნით ქალაქების ცენტრალური ქუჩების დაკავებისა და შენარჩუნების გარდა ყველა დაწესებულება და ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეჟიმის ცრუ პროპაგანდასა და საკომუნიკაციო
საინფორმაციო საშუალებების გათიშვაზე ითვლება ლეგიტიმურ სამიზნედ. მთავრობის თანამშრომლებს ასევე შეერაღებულ და უსაფრთხოების ძალებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ ხალხს და ერის დამხმარეები გახდნენ, ან აირჩიონ ერის მკვლელებთან თანამსახველობა და საკუთარ თავზე აიღონ მარადიული სირცხვილი და ერის წყევლა. ირანის ფარგლებს გარეთ ირანის ყველა საელჩო და საკონსულო ეკუთვნის ირანელ ერს და დადგა დრო, რომ ისინი ისლამური რესპუბლიკის სირცხვილით სავსე დროშების ნაცვლად ირანის ეროვნული დროშებით შემკული იყოს. ირანის თავისუფლება ახლოსაა. ირანის უკვდავი შვილების მიერ მიწაზე დაღვრილი სისხლი გამარჯვებისაკენ გვიძღვება. ჩვენ მარტონი არ ვართ, მალე გლობალური დახმარებაც მოვა. დაელოდეთ ჩემს მომდევნო შეტყობინებებს. მალე დავიბრუნებთ ჩვენს ძვირფას ირანს ისლამური რესპუბლიკისაგან და მთელ ირანში თავისუფლებისა და გამარჯვების დღესასწაულს აღნიშნავთ. ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ირანში სულ მცირე 10,061 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციები 31 პროვინციის 186 ქალაქში 585 ადგილას დაფიქსირდა. ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვის გამო მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. ქვეყანაში შეზღუდულია სატელეფონო მომსახურებაც. უფლებადამცველების განცხადებით ირანის ციფრული კავშირგაბმულობის გათიშვა უსაფრთხოების ზომების დროს სახელმწიფო ძალადობის შენიღბვის მცდელობის ნაწილია. დონალდ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელთან, მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე საუბარს გეგმავს.